ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემით დაანონსებული. საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი თემა. კი ბატონო, ბულინგი ბავშვებში ეს არის პრობლემა, რომელიც ხშირად უხმაუროდ იწყება ხოლმე, მაგრამ ბავშვის ფსიქიკაზე ნამდვილად საკმაოდ მძიმე კვალს ტოვებს. ეს არის დაცინვა, გარიყვა, დამცირება, მუქარაი. ეს ყველაფერი მხოლოდ ბავშვური ხუმრობა ნამდვილად არ არის და ბევრად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელმაც შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი შემოგვიერთდა ახლა სტუდიაში, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა. მოგესალმებით. ეკა, გამარჯობა, შენ საუკეთესო და კარგი ხარ, არ გეგონოს რომ ისევე როგორც თქვენ. თეთრი თვითინები ვართ დღეს წარმოდგენილი. ასე გამოვიდა, კი და ნამდვილად არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმებთ, დღეს განსაკუთრებულად საყურადღებო ფაქის და მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. თუმცა სანამ თემას სიღრმისეულად გავშლიდეთ, იქამდე ვფიქრობ საჭიროა მოვახდინოთ სწორი დეფინიცია თუ რა არის ბულინგი. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი ბულინგი გამოიყენება სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად, იგულისხმება დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შევიწროება, რათა გამოიწვიოს სხვა ადამიანის დამორჩილება. ბულინგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მათ შორისაა ფიზიკური ბულინგი, დაცინვა ან შეურაცხყოფა, სოციალური გარიყვა, სექსუალური ხასიათის შევიწროება, რასის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ბულინგი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხშირად ბავშვები ტკივილს მალავენ, მათ უჭირთ ამ თუ იმ პრობლემაზე მშობლებთან საუბარი და ხშირ შემთხვევაში უფროსები ცვლილებას გვიან ამჩნევენ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი ან მასწავლებელი, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ თავი დაცულად იქცნოს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება ჩვენი ფსიქოლოგი ნინო ბუაძე. მოგესალმებით. გვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ და პირველ რიგში ქალბატონო ნინო აუცილებლად უნდა გკითხოთ როგორ განისაზღვრება ბულინგი და რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კონფლიქტისგან. ხშირად ბავშვები ამბობენ ხოლმე, რომ რაღაცა უწყინარი ხუმრობაა ეს ყველაფერი და არა ბულინგი და ამით იმართლებენ ხოლმე თავს. აი როგორ უნდა მოხდეს გარჩევა ამ ყველაფრის? მადლობა, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. ბულინგი არის სისტემატიური ძალადობის ფორმა, რომელსაც აქვს მიზანმიმართულობა. ანუ ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვხუმრობ, ერთი შეიძლება ითქვას, რომ ვერაცნობიერებენ, რომ ეს არის ბულინგი და არიციან მისი მნიშვნელობა. ხო, ანუ მასაც მსგავსი ტიპის გამოცდილებები აქვს და მასაც ეუბნებოდნენ, რომ ხუმრობ და კონფლიქტის განსხვავებით ბულინგი ზუსტად ამით გამოირჩევა. კონფლიქტში შეიძლება ვიყოთ თანასწორნი, გულისხმობ, რომ ძალთა უთანასწორობაა ბულინგი, შეიძლება ერთის წინააღმდეგ იყოს ბევრი, ან უფრო ძლიერი, ანუ ხო, სუსტის წინააღმდეგ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ დიდხანს საუბრობდით, რომ მსხვერპლი არის რაღაცა სუსტი. სინამდვილეში მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სენსიტიურიც, მოწყვლადიც, მაგრამ არა მხოლოდ რაღაცა ძალიან ესე ვთქვათ, უსუსური ამ ნიშნით, ხო? შეიძლება იმიტომ იყო მსხვერპლი, რომ ხარ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ან ფრიადოსანი, ან რაღაც წარმატებული და ამ ხრივ გამორჩეული. აღარ არის ესე გამიჯნა, რომ აუცილებლად მსხვერპლი უნდა იყოს რაღაცა სუსტი. და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, ხო? ბულინგის მსხვერპლი, ნამდვილად. და ხშირად ბავშვები დუმილს არჩევენ ხოლმე დამეთანხმებით და აი რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ უჭირთ ხოლმე მშობლებთან რაღაცა თქმა, კონტაქტი და ამ დროს კიდევ უფრო იკეტებიან საკუთარ პერიოდი და ჩვენს ბავშვობაში, ჩვენს პატარაობაში და ჩვენზე უფროს თაობებში რასაკვირველი ეს სიტყვა უბრალოდ არ არსებობდა. არც ვიცოდით ბულინგის მნიშვნელობა. ფორმა არსებობდა და პირადად მრცხვენოდა ჩემი მშობლისთვის ამის თქვა, თუ მაგალითად სკოლაში ვიღაც ჩაგრავდა ან რაღაცა პრობლემა მქონდა. უფრო ცუდად გრძნობდი თავს. უფრო ცუდად გრძნობდი თავს. მშობელი როგორ უნდა მოიქცეს, ესეც ძალიან საინტერესოა ასეთ დროს. ერთი აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, რომ ბულინგში არ არის მხოლოდ დაჩაგრული და მოძალადე. იქ არიან ირიბი მსხვერპლები, რომელთა გაძლიერებაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ირიბი მსხვერპლის დეფინიციაც რომ მოვახდინოთ, ირიბი მსხვერპლი არის დამკვირვებელი ბავშვი, ან ბავშვები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ეს ქცევა არ არის მისაღები, მაგრამ
გამომდინარე იქიდან რომ შეიძლება შინაგანად ისინიც განიცდიდნენ რომ შემდეგი მსხვერპლი არ ვიყო მე ამის გამო არჩევენ დუმილს და ზუსტად აი ამ რგოლის გაძლიერებაა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება მშობლის ჩართულობას. მშობელთან კომუნიკაცია მანამდე როგორი არის ძალიან ღირებულია, ხო? ანუ ესე არ ხდება რომ ერთ დღეს ბავშვი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა და მშობელი და ბავშვი გაუცხოვდა. ხშირია არა მარტო მსხვერპლი ბავშვის, ზოგადად მსხვერპლის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, როცა მსხვერპლს გონია რომ ისიც არის რაღაცა ნაწილი დამნაშავე იმის რაც ხდება. მე გამოვიწვიე, მე დავიმსახურე, ზუსტად ვიმსახურებ, ხო? აი ზრდასრულ ადამიანებსაც, როდესაც მსხვერპლის ფსიქოტიპზე ვსაუბრობთ, იქაც არის ეს რომ ხო აი რაღაცა წილი პასუხისმგებლობა ჩემიც არის მე რომ ვარ მსხვერპლი. ეს ერთი. მეორე ის რომ მშობლის ჩართულობის დროს მშობელს აქვს გარკვეული მოლოდინები, რომ შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ ძლიერი, შენ ხარ ესეთი და იმ მოლოდინის გაცრუების მეშინია. ან მესამე რომ დამსჯის მშობელი ჩამომართმევს ტელეფონს, რაღაცა. ხო ის რაც შეზღუდავს კიდევ ჩემს ფუნქციონირებას. აი ეს შეიძლება იყოს. კიდევ ის ნაწილი რომ შეიძლება მშობელი ჩაერთოს და მშობლის ჩართულობამ კიდევ უფრო გაამძაფროს ბულინგი, იმიტომ რომ როდესაც მშობელი მიდის და ხშირ შემთხვევაში მშობელი მიდის და ცდილობს რომ დაიცვას ბავშვის ძალადობისგან და მსხვერპლი აღარ იყოს, ხო, ეს კიდევ ამძაფრებს, იმიტომ რომ სინამდვილეში მშობლის ჩართულობაზე მეტად ჯერ უპირატესობას ვანიჭებთ ბავშვის გაძლიერებას და იქ ადგილზე გარკვეული ცვლილებები რა ხდება ხოლმე ამ დროს ბავშვებში, რომლებიც სახლში მოდიან, შეიძლება დაიწყოს ბულინგი მათ სკოლაში ვინმეს მიერ, რაც ცვლილებები ხდება ბავშვის საუბარში, თუნდაც ქცევაში ან დედასთან, მამასთან დამოკიდებულებაში, აიგ რომ თქვათ რომ მაგალითად მშობელმა იცნოს, ამოიცნოს და კითხვა დასვას. ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც ხდება ბავშვთან, არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლია, მოძალადეა თუ დამკვირვებელია, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ყველაფერი რა თქმა უნდა ბულინგი არ არის, შეიძლება იყოს ერთი უსიამოვნო შემთხვევა და მაშინვე არ უნდა ქოლგის ქვეშ მოვაქციოთ, რომ ეს ბულინგის მსხვერპლია, მაგრამ რეაგირება არასდროს არ არის ცუდი. ცვლილება არის შემდეგი, აკადემიური ჩამორჩენა. უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე. როდესაც ვთავაზობთ თქვა სოციალურ აქტივობებს მეგობრებთან ერთად მიდიხარ, ან ხომ არ გინდა შენი მეგობრები ჩვენთან მოვიდნენ, ამაზე ამბობს უარს. ხშირად როდესაც მშობელი შედის ბავშვის სივრცეში, ბავშვი ხურავს ან მალავს ტელეფონს, რომ თქვა არ იყოს მშობლისთვის მისაწვდომი. შეიძლება იყოს უძილობა, ძილის დარღვევები, კვებითი დარღვევები, თვითდამაზიანებელი ქცევები. ეს არის ძირითადად გამოხატული ნიშნები, რაციც უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება. ხალბატონა ნინა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. ერთია, როდესაც ჩვენი შვილი არის ბულინგის მსხვერპლი. თუმცა აქ არის მეორე მხარეც, ხო? არიან ასევე ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, მობულინგეები არიან და მეორე მხარეა ბულერები არიან. კი. ამ დროს როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, როგორ უნდა მოიქცეს? ის კი არ არის ბიჭობა, ხო იცი? რეგულარულად გოგონებიც არიან. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს მშობელმა ამ დროს სწორი კომუნიკაცია შვილთან როგორი უნდა ჰქონდეს, რომ აღარ იყოს ის ეგრეთ წოდებული მჩაგვრელი. ზოგადად ქცევის შეფასების პროცესშიც, როდესაც ქცევის შეფასებას ვიწყებთ, არასდროს არ ვიწყებთ ის, რაც ვლინდება. ვიწყებთ რამ განაპირობა ეს, ხო? ბავშვთან მუშაობის პროცესშიც, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მშობელს, გარემოს, სკოლას, პედაგოგს და ასე შემდეგ. მშობელი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სხვა მშობლები, ესენი არიან ის გუნდი, რომელიც უნდა იდგეს ზუსტად ერთ საფეხურზე. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილი არის მჩაგვრელი, თუ ჩემი შვილი არის დაჩაგრული. მე ვხვდები, რომ ჩემი შვილი ვერაცნობიერებს, რომ ის არის მოძალადე. რომ ვერაცნობიერებს, ეს უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა. ხო, რატომ ვერაცნობიერებს? სხვანაირად არის ის კომუნიკაცია, ეს გონია ხუმრობა და გონია, რომ ამით მიღებული ყურადღება არის მნიშვნელოვანი. შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემაც იყოს ეს, ვიდრე შეიძლება ის იყო ყოფილი მსხვერპლი და მე ამ ყოფილმა მსხვერპლმა გადაწყვიტა, რომ აი მხოლოდ ესე მოვახდენ საკუთარი თავის რეალიზებას და პოპულარობას, ხო, აი ძალიან კარგად ახერხებს ამ ფორმით. ერთადერთი ფორმაა ყურადღების მიქცევი, ის იმიტომ რომ ზუსტად ბავშვები თუ სხვანაირად ვერ რეალისტებიან. გონიათ რომ ეს ნამდვილად არის ხუმრობა, იმიტომ რომ თუ დააკნინებენ თანაკლასელს, ამ შემთხვევაში მიიღებენ ემოციურ მხარდაჭერას, ხო და რაღაცნაირად კი ბატონო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სინამდვილეში პრობლემა ხომ იქდგას, როდესაც საკუთარ თავთან კონტაქტს ვკარგავთ, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა. ხო, საკუთარ თავთან კონტაქტის დაკარგვა არის მე რომ ვერ ვგრძნობ, როგორ ვაზიანებ მეორე ადამიანს.
აი თქვენ ახსენეთ, რომ ბულერს მხარდამჭერები წყავთ, ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს და ხშირად ნამდვილად აი ბულერის ირგვლივ რამდენიმე ადამიანია ხოლმე კლასში გაერთიანებული და ერთი ადამიანი არ ახორციელებს ამას, არამედ რამდენიმე ერთად. მასწავლებლებიც ვახსენეთ. მასწავლებელი როგორ უნდა მოიქცეს სწორად, რა შეიძლება იყოს მასწავლებლის სწორი ქცევა, იმიტომ რომ ხშირად მასწავლებლის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თან ისიც ვთქვათ, რომ მას მაინც და მაინც სკოლა არ არის, იქ ცეკვა არის, იქ სპორტი არის, ყველგან აბსოლუტურად ყველგან არის ეს საშინელი შემთხვევები. სამშობლთან მივა ბავშვი იქამდე რა თქმა უნდა მასწავლებელთან არის. სიარულზე სპორტი და ცეკვაზე რო ვთქვათ რა, იქ უფრო მეტად მგონია და ფიქრობ რომ არის, იმიტომ რომ იქ მაინც სხვაობა არის, ასაკობრივი ძალიან დიდი სხვაობა არის და ასე შემდეგ და ძალიან რთულია ხოლმე ასე დროს მასწავლებელმა რაღაც ის გააკეთოს. ესეთი დაკვირვებაა, ჩემი პირადი დაკვირვება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აბსოლუტურად ყველა ბავშვმა იცის რა არის ბულინგი და პედაგოგებზე და მშობლებზე აღარ ვსაუბრობ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იმ საფეხურზე ვდგავართ, რომ ამოცნობა ძალიან გვიჭირს. არაერთი კომენტარი გამიგია პედაგოგის, რომელიც ამბობს, რომ კარგით რა, თქვენ არ ყოფილხართ ბავშვები? ხო, რა ხუმრო ყველაფერს ნუ გააზვიადებთ. ეს ნიშნავს სწორედ იმაზე, რომ თვითონ პედაგოგს უჭირს გამიჯნოს რა არის ხუმრობა და რა არის ბულინგი. და როდესაც ბავშვებთან შეხვედრის მსვლელობის დროს ბავშვთან ვსვავ შეკითხვას, რომ აი როგორ გავმიჯნოთ ბულინგი და იუმორი, ხუმრობა, ისინი ძალიან ზუსტ იდენტიფიცირებას ახდენენ და არ დამავიწყდება ერთი ბიჭუნას კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ აი სიტუაციებს განვიხილავდით და თქვით, რომ აი ეს მართლა სასაცილო შეიძლება იყოს, ხო, როდესაც მეუბნებია, რომ შენ ესეთი ვარცხნილობა გაქვს, ხო? და ამ ბიჭმა აღნიშნა, რომ მე შეიძლება იმიტომ გავიცინო, რომ ესე უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი, თუ არ გავიცინებ, მაგ შემთხვევაში უფრო გარიყულად ვიგრძნობ. მაგრამ აი ზღვარი სად არის? აი როგორ უნდა განსაზღვროთ, რომ ეს არის უწყინარი ხუმრობა და არ არის ბულინგი? ხუმრობის შემთხვევაში რა ხდება? მე შეიძლება მართლა ცუდად ვიხუმრე და გეწყინა. და როდესაც გეწყინა, ეს ვიგრძენი და მოვედი და ბოდიში მოგიხადე. ეს ერთჯერადი, ეს არ არის მრავალჯერადი. ჩემი მიზანი არ იყო დამეზიანებინე. შეიძლება ყურადღების მიპყრობა იყო. ყურადღების მიპყრობა იყო და ჩემს იუმორზე მართლა ყველამ გაიცინა, მე რომ მეგონა რომ იუმორი იყო, მაგრამ თუ ვიგრძენი რომ ცუდად ხარ და ეს გეწყინა, მოვდივარ და ბოდიშს ვიხდი და მე ამას მიზან მიმართულად დაგეგმილად შენი შეურაცხყოფისთვის არ ვაყენებ. რაც ბულინგის შემთხვევაში საპირისპიროა. მიზან მიმართული დამაზიანებელი სისტემატიური ქცევა. კი ბატონო, სიმპტომები, რომლებიც ხშირად არის ხოლმე გამოხატული, მას შემდეგ რაც ბავშვი არის დაჩაგრული, ეს კიდევ უფრო შეიძლება მარტივი ამოსაცნობი იყოს მშობლისთვის. თუმცა ამ სიმპტომებამდეც შეიძლება იყოს მაგალითად ბულინგის შემთხვევები და აი ეს სიმპტომები ცოტა უფრო მერე გამოვლინდეს. აი ამ შემთხვევაში ვინ უნდა იყოს პირველი, ვინც ჩაერთვება ამ ყველაფერში და პირველი ვინ უნდა დაინახოს და აღმოაჩინოს ეს. ვინაიდან უმეტესად ბულინგი სასკოლო სივრცეში ხდება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ არის პედაგოგის ბრალი და ან სკოლის ბრალი, ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციას აქვს ფოთვა, რომ აი ჩემს სკოლაში რა უნდა ბულინგს. არაფერ შუაში არ ხარ შენ, იმიტომ რომ ეს არის გამოხატვის ფორმა, ქცევა არ არის ის, სადაც ვლინდება ქცევა. ქცევას აქვს მოტივები და ამ მოტივებთან კონტაქტი შეიძლება სულაც არ გქონდეს სკოლას, ხო? ბავშვი მოდის თავისი ოჯახის ველიდან, შემოვიდა აქ და აქ უფრო მარტივად მოახერხა თავისი ქცევის გამოვლინება, მანიფესტაცია უფრო ადვილია, იქ არის შესვენების პერიოდი, პედაგოგი რო გადის და უფრო დაცულად იგრძნო ბულერმა თავი და უფრო მეტად მოახერხა საკუთარი ზრახვების გამოვლინება, ხო? ამიტომ სკოლა არაფერ შუაშია, თუმცა სკოლა არის ის, ვინც ამაზე პირველი რეაგირება უნდა მოახდინოს, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნეთ, მშობელმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს ამის შესახებ, ხო? თან დღეს თანამედროვე მშობლებს თუ განვიხილავთ, რომელთა ჩართულობაც ძალიან ფაქიზი თემაა, ეგეთ შეიძლება დაბულინგებული ბავშვის მშობელი მივიდეს სკოლაში ან ცეკვაზე თუ კალათბურთზე თუ ფეხბურთზე და უარესი საქციელი ჩაიდინოს იმ ბავშვის მიმართ, რომელიც აბულინგებს თავის შვილს. ესეც ძალიან ფაქიზი თემა მგონია და აი ამ დროს რა უნდა ქნას ამისთვის მშობელმა? სკოლას აქვს პრევენციული ღონისძიებები და თუ არა აქვს, უნდა ქონდეს. რა ეტაპებს გადის სკოლა, ხო? სკოლა გადის ეტაპებს, რომ აუცილებლად მოახდინოს რეაგირება, თუ თვითონ დამრიგებელი ვერ ახდენს ამაზე რეაგირებას, ვერ ახდენს, გულისხმობ ისაუბროს, აქტივობები ჩაატაროს და ამბეგო
მეგობროს, არაფორმალური განათლება, პიროვნული ზრდა, ემოციური ინტელექტის მხარდაჭერა, ჩართოს ფსიქოლოგის, სოციალური სამსახური, მანდატური სერვისი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამ ყველა ის რესურსი გამოიყენოს, სანამ მშობელი ჩაერთვება. თუ კი ეს პროცესი დგება, რომ მშობელი მოდის პირდაპირ, რა თქმა უნდა, აქაც სანამ კლასში შევუშვებთ მშობელს, მანამდე უნდა მოხდეს მასთან კომუნიკაცია დამრიგებლის. ჩვენ ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არ ვართ ორი, ასე ვთქვათ, საპირისპირო მხარეს მდგომი ორივე ძალიან ფაქიზია. ყველას ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რომ ბავშვი იყოს უსაფრთხოდ. ერთის და მეორის, ბულერის და ვინც არის დაბულინგებული. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ საუბარი, თუმცა სანამ საუბარს გავაგრძელებთ, იქამდე მინდა ქუჩის გამოკითხვა შემოგთავაზოთ. გუშინ გავედი ქუჩაში და მშობლებს დავუსვი კითხვა, თუ იციან ზოგადად როგორ იცვლება ბავშვის ქცევა, როცა ბულინგის მსხვერპლია და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს და საკმაოდ საინტერესო პასუხები მოვისმინეთ და შეგვიძლია ვნახოთ და შემდეგ დავბრუნდეთ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი, თუ იცით? ბავშვი ჩაკეტილი არის ალბათ მეტად და რაღაცნაირად თავის თავში კლავს ამ წყენასაც და ბრაზსაც და ჩემი აზრით მშობელი მეტად უნდა დაუკვირდეს ბავშვის ემოციებს. ქცევები იცვლება აუცილებლად და მშობელი რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა იყოს და მიხვდება აუცილებლად. ბავშვის ასაკსაც გააჩნია 4 წლის, 6 წლის, 8 წლის. არ არსებობს რომ მშობელმა არ ყურადღებით უნდა იყოს რაც თავარია. და რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს? ასეთ დროს ალბათ ჩართულობა ფსიქოთერაპევტების თუ არ უნდა მიმართოს სპეციალისტებს. როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი, თუ იცით და როგორ იცვლება მათი ქცევა? არ ვიცი, სავარაუდოდ შეშინებულია რაღაცაზე, პასუხს არ აძლევს, როცა ვიღაცა რაღაც ზემოქმედებას ახდენს ცუდად. დაკომპლექსებულია ბავშვი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ფიქრობს ვიდრე რამეს გააკეთებს. რაღაც სუმუდმივი სტრესის ქვეშ არის და ადვილი შესამჩნევია ალბათ მის ქმედებებში. და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი არის ამ პრობლემის წინაშე? ალბათ უნდა ვიმუშაოთ, რომ თვით შეფასება ავმაღლოთ. გაქცევა არ არის გამოსავალი, რასაც ბევრი მშობელი აკეთებს, თუნდაც საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადაყვანით. იმიტომ რომ შეიძლება ნაკლები ალბათობით, მაგრამ ბულინგი ყველგან არის. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი? ალბათ ჯერ უნდა ჩვენ თვითონ ვკითხოთ ჩვენ შვილს და ანუ ჩავეძიოთ უფრო ღრმად რა აწუხებს და თუ მოხდა ისე რომ არ გაიხსნა და ხშირად ხდება ხოლმე რომ მშობლებთან უფრო ჩაკეტილები არიან მაშინ ალბათ ფსიქოლოგს უნდა მივმართოთ. პატარა დოზით, ოღონდ ძალიან პატარაობაში, მაგრამ ვფიქრობ უბრალოდ ასაკის გამო შეიძლება გამეზვიადებინა. რა ვიცი, ახასიათებთ ხოლმე. ჩაკეტვა რაღაცა ისეთი მდგომარეობაში არიან თავის ჩაკეტილები და უკონტაქტოები და ასე შემდეგ. ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებიდან გამომდინარე, სოციალური გამომდინარე, ეს ძალიან ცუდი რაღაცა შეიძლება. მე ასე ვფიქრობ. ხოდა მშობელ და შვილს შორის უნდა იყოს კომუნიკაცია. აუხსნას რა არის ეს. უფრო საუბრები თუ უკეთესია, რომ რაღაცა ათქმევინო ბავშვს და გამოიყვანო უფრო მდგომარეობიდან ეთყობმარტო. ვესაუბროთ ხშირად ბავშვს და დღის განმავლობაში რა ხდება ამასთან დაკავშირებით და ვიცოდეთ ზოგადად რას აკეთებს. საზოგადოების ცნობიერება მე მგონი საკმაოდ მაღალია. კი, საკმაოდ მაღალია, მეც ასე ვფიქრობ და საინტერესო პასუხი მოვისმინეთ, ერთ-ერთი იყო, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი. როდესაც სკოლიდან, საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადაყავთ ბავშვი, ან პირიქით ხდება. თქვენ რა სიტყვით ამ ყველაფერზე? რამდენად სწორია პრობლემას გავექცეთ, ან როგორ უნდა მოვაგვაროთ? მშობლების უმრავლესობა, რომელიც ამ გზას მიმართავს, როგორც წესი, აფიქსირებს ესეთ პოზიციას, რომ ყველა გზა მოსინჯე. ეს არის აი ესეთი მოკლე პასუხი, რომ ხო, და როდესაც ასახელებს რა გააკეთა, მართლა თითქოს ყველაფერი ცადა, სოციალური სამსახურიც ჩართო, იცით თქვენ რომ სოციალური მუშაკი დღეს ემსახურება სკოლებს, ფსიქოლოგიც ჩართო, სკოლის ფსიქოლოგიც, დამრიგებელიც, ადმინისტრაციაც, დირექციაც, მაგრამ რაღაცნაირად ვერ გავიდა სასურველ მიზნამდე. თუ კი აი ესეთი მოცემულობა დგება ცუდსა და უარეს შორის არჩევანის წინაშე ვდგებით, სამართლიანია რომ კლასი და სკოლა დატოვოს იმ ბავშვმა, რომელიც არის ბულერი ამ შემთხვევაში.
ხო, რომ რატომ არის ეს სამართლიანი, თუ კი ყველაფერი ვცადეთ და არაფერი არ შეიცვალა, რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ მსხვერპლს ჩამოუყალიბდა ქცევა და განუმტკიც და დამოკიდებულება, რომ ვერ გავართვი თავი და გაქცევაა გამოსავალი და მეორეს მხრივ მოძალადეს ბულერს ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება, რომ გაიმარჯვა. აი ამ ბავშვების შეცვლაზე ხო და გაიმარჯვა, ის დარჩა და წავიდა მსხვერპლი. აი ეს არის ყველაზე, ამიტომ ვფიქრობ, თორე ცხადია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორივე შენარჩუნდეს და გაძლიერდეს სათანადო. ისიც პატარა ბავშვია, ხო, რომელიც ან მოზარდი, რომელიც მჩაგვრელია, მასაც გრძნობები აქვს, ისიც ფიქრობს, ისიც განიცდის, მაგრამ რაღაცამ უბიძგა მას იმისკენ, რომ აი ესეთი რაღაცა გააკეთოს. ის ბავშვები უფრო ცოდუები არიან ჩაგვრელი, ვიდრე დაჩაგრული, რადგან ცხოვრება შემდეგ აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს, როცა იქნება, როგორც იქნება, ან თვითონვე მიხვდებიან, როცა საჭირო, როცა დრო მოვა და ძალიან რთულია როგორ გამოვლინდება ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად ბავშვობაში გადატანილი ტრაუმები შემდგომ უკვე დასრულ ასაკში ხშირად იჩენს ხოლმე თავს და ჩაგვრელის და ჩაგრულის შემთხვევაშიც, აი მომავალში დასრულ ასაკში ყველაფერი როგორ გამოიხატება. იცით რა, ძალიან ვერიდები პირდაპირ ტოლობის ნიშნების დასმას, იმიტომ რომ ადამიანი არის იმხელა რესურსი, თავადაც რომ არიცის და მით უფრო გვერდიდან ვიღაცამ თქვას, რომ ეს ამას უდრის. თუმცა რისკ ფაქტორი იმის, რომ ამ ადამიანებს შეიძლება კონდეთ თვითბრალეულობის განცდა, შურისძიების სურვილი, დაბალი თვითახკმა, რომ მე რაღაც არასასურველი, არასაკმარისი ვარ, სოციალური ურთიერთობების პრობლემები და კრიზისი, ნდობა სამყაროს მიმართ, ხო, ეს შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ჩვენ ხო არ ვიცით ვინ რა გზას გადის იმისთვის, რომ ვთქვათ ზრდასრულობამდე შეიძლება ისე გააცნობიეროს და ისე გადალახოს და ისე აპატიოს და ისე გაიზარდოს, ხო? განვითარების ეტაპზე ჩვენ კრიზისებთან გვაქვს ესეთი დამოკიდებულება, ან ფიქსირდები იმ პრობლემაზე, რომ აი ესეთი ვარ, ესე იგი როგორც დამარქვა ბულერმა, ან მე გავიზარდე და ამ ზრდამ მომცა კიდევ უფრო ახლიდან დაბადების და მართლა გაფართოების შესაძლებლობა როგორც პიროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აი რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და როგორ უნდა მოიხსნა, რა დარიგება უნდა მისცენ ჩაგრულ ბავშვს ამ შემთხვევაში. ყურადღება არ მიაქციო, ალბათ ყველაზე ცუდი რჩევა. ნამდვილად ყველაზე. ყურადღება არ მიაქციო და მე მოვაგვარებ. ეს არის ქცევა, როდესაც ბავშვს იმ პოზიციაში ამყარებ და კიდევ უფრო უსუსურს ხდი. ანუ შენ ვერ ახერხებ და მე მოვაგვარებ და ბავშვს განცდა აქვს, რომ მე ისევ შეიძლება დაუცველი და უსუსური ვიყო, როდესაც დედა წავა და კიდევ უფრო დაუცველი, იმიტომ რომ ამას შეიძლება კიდევ გაამძაფროს ბულერის რეაქცია. თვითშეფასების ამაღლებაც მოვისმინეთ ერთ-ერთი, რომ თვითშეფასება უნდა აუმაღლოს. ეს რამდენად საქმეც ამაშია, რომ ნახეთ, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს არ ვიცით. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თვითშეფასება უნდა ავუმაღლოთ, უნდა მოვუსმინოთ. ძალიან ხშირად, როდესაც მოსმენაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მოსმენის პროცესშიც გვაქვს პროექციული მოსმენა, იმას ვიღებ, რაც მე მჭირდება. შენ ვერ პასუხე? ხო, ბავშვი გვიზიარებს და მე ვაწყვეტინებ ტექსტს და ვეუბნები, შენ ვერ გაეცი პასუხი, ან მზა პასუხებს ვაძლევ, რომ ეხლა რომ მიხვალ ეტყვი ამას. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, ხო, რაღაცნაირად რომ წაიღოს რაღაც რეკომენდაცია. პირველ რიგში აქტიური მოსმენის ტექნიკა არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვუსმენ გულის ყურით მოსმენა ნიშნავს არანაირ შეფასებას, უბრალოდ არეკვლას. რა მდგომარეობა აქვს, როგორია მისი ემოციები. როდის არის, როცა ბავშვი არ გვიზიარებს, მაშინ, როდესაც არ სჯერა ჩვენი ემპათიის. დედა არ მომისმენს, მამა არ მომისმენს, ის მარტო გამაკრიტიკებს. ის კიდევ უფრო როგორ ვერ შეძელი შენს ადგილას, ამას ვიზავდი, იმას ვიზავდი. როდესაც ბავშვებს მისთვის შეუსაბამო მოლოდინებს ვკიდებთ, ხო, რომ მიხვალ რას ქვია გაგიბედა, რამდენჯერ გითხარი, ხო გითხარი რომ უნდა დაარტყა, ხო? ანუ ბავშვი კიდევ უფრო უსუსურად გრძნობს თავს, იმიტომ რომ მე ვერ გავამართლე მშობლის მოლოდინი. გულის ყურით მოსმენა და მიმღებლობა გულისხმობს, რომ როგორ მდგომარეობაშიც ხარ, ახლა მე დაგიტევ. და შემდგომი ეტაპი არის რა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ არის შემდეგი, ყოველთვის ვცდილობ რომ ეს მექანიზმი რაღაცნაირად ჩავაშენო ყველა მშობელში და მათ შორის პედაგოგშიც, ეს არის რეპეტიცია. აი თქვენ წეგან აღნიშნეთ ცეკვაზე დადიანი, ხო, რეპეტიცია რა არის? განმეორება. მისთვის უსაფრთხო სივრცეში და სხვათა შორის ფსიქოლოგიც რო ახსენეს, ფსიქოლოგთანაც მსგავსი ტექნიკებია, ხო? როდესაც შემოდის ის ფსიქოლოგის გარემოში, ან მშობლის გარემოში, ან შეიძლება სკოლაში იყოს ვიღაცა ბავშვისთვის უსაფრთხო პირი, ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდი გავიაროთ, ახლა იქ რა მოხდა.
რა გითხრა შენმა კლასელმა, შენ რა გინდოდა რომ გეთქვა? მე გეტყვი რა უნდა უთხრა კი არა, რა გინდოდა რომ გეთქვა და ბავშვი რამოდენიმე ვერსიას ასახელებს, რა თქმა უნდა, ასაკის გათვალისწინებით, ხო? როდესაც მე თვითონ ჩემს ვერსიებს ვასახელებ, განცდა მაქვს რომ შენ კი არ მომიგვარე პრობლემა, მე თვითონ მქონდა ეს რესურსი, უბრალოდ იქ ვერ გამოვიყენე და როდესაც გამოხატავს ამას, გამოავლეს ამ რესურსს, მე მხარს უჭერთ. დარწმუნებული ვარ ხლა რომ მიხვალ შენ ამას გააკეთებ. ერთხელ არ გამოუვა, ორჯერ არ გამოუვა, სამჯერ არ გამოუვა და მეოთხეჯერ მოვა და მე შევძელი. ოღონდ მე შევძელი მე თვითონ. შენ კი არ მოხვედი და ყური აუწიე ჩემ კლასელს, მე თვითონ შევძელი და ეს არის თვითშეფასების ზრდა. დიახ, და იქაუტენდა ერთი კითხვაც მექნება, თუ არაფერს არ გვეუბნება ბავშვი, ხშირად არის ხოლმე რომ მოდიან სკოლიდან და არ გვეუბნებიან მშობლებს არაფერს. რა კითხვა უნდა დაუსვათ მშობლმა? აი თუ მაგათად ვეკითხებით, როგორი დღე გქონდა და მას არ სურს უბრალოდ ამ ყველაფრის შესახებ მოყოლა. შეიძლება კითხვა არ დავსვა და ვუთხრა მე როგორი დღე მქონდა. და ხშირად ეს დავწყვეტე შვილისთვის მე მივაჩვიო, მე ვხედავ რომ ჩემი შვილი ვერ იწყებს, მე თვითონ გავაზიარო ჩემი წარუმატებელი დღის მონაკვეთები. რომ ეს ნორმალურია, რომ დედა რომელიც და მამა რომელიც დასრულია და რომელიც შეიძლება გაიდეალებული იყოს, ისინიც უშვებენ შეცდომებს. ისინიც არიან პერიოდულად არასრულყოფილები. ისინიც არიან ხანდახან წარუმატებლები. მათაც ეშლებათ, ისინიც განიცდიან, ისინიც არიან სასოწარკვეთილები და იმედგაცრუებულები. და სანამ ბოლოსში გავდივართ უკვე ჩვენი საერთო ეწურება, ერთი კითხვაც მინდა გაგისათ. ჩვენ ასევე გამოკითხვაში მოვისმინეთ, რომ ხშირად ამბობდნენ მშობლები, რომ უნდა მიმართონ ფსიქოლოგს. აი რა დროს არის საჭირო უკვე რომ ჩვენი ძალებით ვეღარ გავუმკლავდით მივხვდეთ და მივმართოთ ფსიქოლოგს. აი უკვე გაიცით პასუხი, როცა ჩვენი ძალებით ვეღარ გავუმკლავდით. როდესაც ყველაფერი ვცადე, დალაპარაკება, საკუთარი ემოციების გამოხატვა, წარუმატებლობა, ყველაფერი. ხო, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მშობელს არ ქონდეს ბრალეულობის განცდა, რომ ცუდი დედა ვარ, ეს ყველა აღმოჩნდებით მსგავსი ტიპის კრიზისში, ხო? მშობელთა გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი და ფსიქოლოგს როდესაც მივმართავთ, შეიძლება სრულიად შეიცვალოს სურათი. მშობელი უფრო იყოს საჭირო, მშობელს უფრო სჭირდებოდეს გაძლიერება ვიდრე ბავშვს. ნამდვილად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. უღრმეს მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ძალიან საინტერესო იყო დამეთანხმებით. ნამდვილად არაჩვეულებრივი საუბარი ხონდა და მე ვფიქრობ რომ მიყურა ახლა მოსწავლეებმა განსაკუთრებით მათთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო რჩევები. ძალიან დიდი მადლობა.